სურსათს, რომლის ვადის გასვლამდეც ცოტა დროა დარჩენილია, შეფუთვა დაზიანებული სურსათის ბანკი ჩაიბარებს და მოსახლეობის განსაზღვრული კატეგორია მიიღებს. მსგავსი პროდუქციის დახარისხებასა და ბენეფიციარებისთვის გადაცემას კი სურსათის ბანკი უზრუნველყოფს, რომელიც საქმიანობას აპრილის ბოლოდან დაიწყებს. იმის გასარკვევად აკმაყოფილებს თუ არა სურსათი უნებლობის სტანდარტებს, პროდუქცია სწორედ სურსათის ბანკი შეამოწმებს. დანაკარგების შემცირებასა და ნარჩენების მართვაზე მუშაობა ფაოსთან ერთად წლების წინ დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით ბიზნეს პარტნიორი, რომელიც სურსათის ბანკს სურსათს უსაწყიდლოდ შესწირავს მიწოდებულ პროდუქციაზე, დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის. მომდევნო თვის ბოლოდან საქართველოში საპილოტე რეჟიმში პირველი სურსათის ბანკი ამოქმედდება. ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია და უახლოეს პერიოდში დონაციისთვის საჭირო ოფიციალური პროცედურებიც დასრულდება. სურსათის დანაკარგების და ნარჩენების შემცირებაზე FAO მუშაობა ევროკავშირის მხარდაჭერით დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. სურსათის ბანკი თავდაპირველად წყალტუბოში იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ 1000-მდე ბენეფიციარი უკვე შერჩეულია, რომლებიც სურსათის ბანკისგან პერიოდულად პროდუქციის კალათებს მიიღებენ. აღნიშნულ მდგომარეობით, მოკლედ, უკვე გვაქვს ავტომობილი შეძენილი, გამართულია როგორც ხედავთ საწყობი და მზად არის უკვე მიიღოს ნებისმიერი სახის პროდუქცია და შევძლოთ ამის უკვე წყალტუბოში განაწილება და მიწოდება, რაც შეეხება უშუალოდ პროცედურულ საკითხებს, რის წინაშეც ახავდგავართ. ავტორიზაციის საკითხი, რასაც როგორც ჩვენი პარტნიორები გადიან, რათა სამომავლოდ შევძლოთ უშუალოდ ამ პროცესის გამართულა წარმართვა. ფიქრობთ, რომ თუ ყველა პროცესი სწორად წარიმართა, როგორც ვახსენეთ ეს ავტორიზაციის, უკვე აპრილის პერიოდში შესაძლებელი იქნება განხორციელდეს პირველი დონაცია. სურსათის ბანკში დონაციის გზით მოხვედრილი პროდუქტების ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება. აქ თავს მოიყრის რამდენიმე კატეგორიის პროდუქცია, რომელიც მაღაზიისთვის ან სასტუმროების ქსელისთვის დამატებითი ხარჯი ან უბრალოდ ჭარბი პროდუქტია. უფრო ზუსტად, მაგალითად სურსათი, რომელსაც ახლო მომავალში ვადა გასდის და წინასწარ განსაზღვრადია, რომ მის რეალიზაციას მაღაზია ვერ შეძლებს. ან ვიზუალურად დაზიანებული შეფუთვა, რომლის გაყიდვაში ჩაშვება ვერ ხერხდება. შესაძლებლობა ეძლევა ქვეყანას, რომ სხვადასხვა სექტორში, ეს იქნება რითეილი თუ ჰორეკა სექტორში, ჭარბად წარმოქმნილი უნებელი სურსათი არ გადაიყაროს და ის მივიდეს მომხმარებლამდე. ამ შემთხვევაში ერთის მხრივ შეიძლება იყოს მაგალითად სოციალურად დაუცველი კატეგორიის მქონე თანამოქალაქეები ან ჩვეულებრივი მომხმარებლები, მივიდეს უნებლად და მივიდეს ეს სურსათის ბანკის მეშვეობით. თუმცა მთავარი, რის გამოც ამ დრომდე ამ ინიციატივის განხორციელება ვერ ხერხდებოდა, საგადასახადო ტვირთი იყო. კომპანიებს დონაციის შემთხვევაში მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა მაინც უწევდათ, რაც თავისთავად პროცედურას არახარჯთეფექტურს და წამგებიანს ხდიდა. თუმცა მოცემულობა შეიცვალა. პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით 1 იანვრიდან ბიზნეს ოპერატორი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციას, სურსათის ბანკს, სურსათს უსასყიდლოდ შესწირავს, დღგ-სა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამან უკვე გააჩინა სურვილიც და დაინტერესებაც, რომ პროდუქტები არ განადგურდეს და იმ მოქალაქეებზე განაწილდეს, ვისაც ამის განსაკუთრებული საჭიროება აქვს. ჩართული არის ჩვენი ასოციაციის 4 წევრი, თუმცა ეტაპობრივად ჩაერთვება ალბათ ყველა და დააკვირდებიან მოვლენებს და ასე შემდეგ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტის ჩამონათვალი გაფართოვდება დროთა განმავლობაში. ამ ეტაპზე ეს რეგულაციები ვრცელდება მხოლოდ არამალფუჭებად პროდუქციაზე და იმეც ვიტოვებთ, რომ სულ ახლო მომავალში უკვე მზასაკვებზეც გადავა, იმიტომ რომ მზასაკვები ძალიან დიდი რაოდენობით იყრება ჩვენ სექტორში და ალბათ არა მარტო ჩვენთან ჰორეკაშიც. აღსანიშნავია, რომ სურსათის ბანკი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უნებლობის მოთხოვნები, დანერგოს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების, იგივე HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები.